თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ჩვენ 3500 წლიანი ისტორია გვაქვს, ზოგიერთები ამობენ უფრო მეტი, მაგრამ ჩვენ დადასტურებული ისტორია, რასაც მეცნიერები ცნობენ, არის 3500 წელი. კი ახლა ახალი აღმოჩენებით 8000 და 9000 წელს გადავწყვით იქ, მაგრამ ძირითადად მაინც 3500 წელია, რაც ვიცით. და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ქართველები თითოეული თქვენგანი პიროვნულად თქვენი წინაპარი აშენებდა ამ დღევანდელ საქართველოს, რაც გვაქვს ჩვენ საქართველო, თითოეული თქვენგანის წინაპრის აშენებულია. ანუ თითოეული თქვენგანის წინაპარი დებდა, ქვაზე დებდა, აგურზე დებდა, რომ აქამდე მოეტანა ეს ქვეყანა. მაგრამ აი ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს გვარეულობას, ჩვენ ძალიან ბევრი ერისგან იმით განსხვავდებით, რომ გვარეულობას ვანიჭებთ უდიდეს მნიშვნელობას. მე არ მგონია ძალიან ბევრი ქვეყანა იყოს, მთელი ერი იყოს მსოფლიოში, რომელიც ისე დიდ პატივს სცემდეს თავის გვარს და თავის წინაპრებს, როგორც ქართველები სცემდა. ეს არის ძალიან დიდი ის არის რა ქვია სათაყვანებელი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თითოეული გვარი არის ქვაკუთხედია ერის და სახელმწიფოს ქვაკუთხედი. დღეს ჩვენ ამ ყველაფერთან სალაპარაკო და სასაუბროდ მოვიწვიეთ ბატონი ლევან ჩხეიძე, არის ცნობილი ადვოკატი, არის სამეფო თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობის აღმასრულებელი საბჭოს წევრი უკვე. დიახ, და არის ძალიან დიდი გვარის, ისტორიულად დიდი გვარის წარმომადგენელია. ჩხეიძე გახლავთ ბატონო, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ჩამოყალიბებაში და საქართველოს ისტორიაში. ძალიან დიდი როლი თქვენ ალბათ რაჭის ერისთავები გაგონილი გექნებათ, ჩხეტიძეების დიდი ის არის ამაში როლია და დღეს მინდა მე ჩხეიძეების გვარზე, ჩემზე კარგად თვითონ ბატონი ლევანი გეტყვით ამ ყველაფერს და მოგიყვება თავად გვარზე მოგიყვება და არა მარტო ჩხეიძეების გვარზე. მინდა აი ჩხეიძეების გვართან დაკავშირებული რაღაც ის მოვლენებიც, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენთვის და თქვენთვისაც, აი ეს გაგვაცნოს და მინდა რომ ესე გადავცე სიტყვა ბატონ ლევანს. რომელიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი მოსაუბრეა და დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის ახლა წარმოვიდგინე ჩვენი ძირფასი საზოგადოების წინაშე და ვისაუბრო ჩემი გვარის შესახებ. მე თვითონ რომ ჩემ გვარში ძალიან ბევრი ჩემზე უფრო ბევრად გასწავლილი და ბევრად ცნობილი და წარმატებული ადამიანი არის და დღესაც მოღვაწეობს ჩვენ ქვეყანაში. და დიდი მადლობა თქვენ რომ მომეცით საშუალება წარუდგინოთ ჩვენ მაყურებელს ჩვენი გვარი. ზოგადად თქვენ მართალი ბრძანეთ, საქართველოში გვარის სადმით განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და შესაბამისად გვარი საქართველოში ძალიან ბევრ რამეზე მეტყოლებს წარმომავლობაზე, წარმოშობაზე და ისტორიაზე, თუ საიდან მოდის ესა თუ ის გვარი. თვითონ გვარი ტერმინი როგორც მე ვხვდები, ეს მომდის გორიდან. ეს გახლავთ გვარი გაერთიანება ადამიანებისა, რომელიც სისხლით ნათესავები ერთ გორაზე ცხოვრობდნენ, ერთი გამაგრებული პუნქტი ჰქონდათ და ასე იცავდნენ ერთმანეთის გვერდში დგომით მომხტურებისაგან თავს და აქედან ვიცი გორის სახალხში გვახსოვს, ხო? გორი, გვარი, ეს ერთმანეთი და იგივე ესე ვთქვათ ცნებებია, გახსოვდეს ის გვარის ხარ, რომ ესეთი ყველა გვარის წარმომადგენელი თუ უხუცესი ეუბნება ამას თავის ახალგაზრდა წარმომადგენელს, რომ თმან ისე იცხოვროს, რომ თავის გვარი არათუ შეარწმუნოს, არამედ წარმოაჩინოს დადებითად საზოგადოებაში და
ისტორიაშიც შესაბამისად თუ ის ამას შეძლებს. შესაბამისად ქართული გვარების რო გადავხედოთ ჩვენ ისტორიას, სადაც მე-7 საუკუნიდან ინტენსიურად მოდიან გვარები. და გვარების ძირითადად ორი ტიპი ხდება. უპირველესი გვარები ესენი არიან ადგილ წარმოშობის გვარები, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ ერთეულს უკავშირდებიან და მეორე ეს არის უშუალოდ ეპონიმური და სახელი მქონე ვიღაცის შვილი, ვიღაცის ძე და ასე შემდეგ. ან კონკრეტული ადამიანის არსების სახელიდან, საკუთარი სახელიდან, ან რაღაცა კონკრეტული ადამიანის შეიძლება ითქვას ეს მეტსახელიდან წარმომდგარი გვარები. მე მაგალითად ძალიან ბევრი ვიკვლიე და ბევრ ისეთ სიღრმეში ვერ ჩავწვდი ყოველ შემთხვევაში ჩემი გვარის ტოპონიმიკას სავარაუდოდ ხა მეგრულ ენაზე ჩხე ნიშნავს ცხელს. კი ბატონო. ხო და სავარაუდოდ ამასთან უნდა იყოს ზესთან, სიცხესთან დაკავშირებული ჩხეტი, ანუ იგივე დღევანდელ ქართულში ვეღოთ სვეტი, ანუ სვებედნიერი ხო სვე არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ანუ სხივის ხანგრძლივობა და სვეტი რაც არის იგივე იყო ჩხეტი, ალბათ სავარაუდოდ ძველი მეგრულიდან ან ძველი კოლხურიდან. ნამდვილად ასია ეტიმოლოგიას თუ გავყვებით ტის აი დავუშვათ ჟღენტი, ჯიბუტი, რაღაც დაბოლოება არის ესეთი რომელიც ნამდვილად ეს ძველი დასავლური და ჩხე თქვენ მათერბძანი ჩხე არის ცხელი, ცხელს და ჩხეტი ძე ასე ფიგურირებს ეს გვარი დაახლოებით პირველად გვარი ჩდება 850 წელს შორაპნის ეპისკოპოსი გერმანიოს ჩხეტიძე გახლავთ და აქედან ჩდება ჩვენი გვარის დაფიქსირება საქართველოს ისტორიაში. მანამდე ჩანაწერები დოკუმენტურად უფრო ადრე არ დასტურდება. შესაბამისად ეს გვარი როდესაც მოდის უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩანს როგორც შორაპნის იგივე ეგრისის საერისთავოს ტერიტორიაზე მცხოვრები უკვე შორაპნის ერისთავის წოდებას ატარებდნენ სხვადასხვა დროს, იმიტომ რომ ეს წოდებები რო გავიგოთ სხვადასხვა დროს იცვლებოდა ამის მატარებლები. იყო პერიოდი, როდესაც მაგალითად იგივე შორაპნის ერისთავს ბაღვაშები მართავდნენ და ასე შემდეგ. კი ბატონო. იყო რაღაც გარკვეული პერიოდები, როდესაც ჩხეტიძეებიც იყვნენ ამ საერისთავს მართვაში ჩართულები და ასე მოვდივართ დაახლოებით ერთიანი საქართველოს დიდი ბოლო მეფე ალექსანდრე პირველამდე. რომლის გადაწყვეტილებითაც უკვე იმერეთის შორაპნის ერისთავობა ჩამოერთვა ჩვენ გვარს და გადაეცა იმერეთის ბაგრატიონების შტოს, კერძოდ მის ძმისშვილს გიორგის, რომელმაც შტომაც შემდეგ უკვე შექმნა იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლი. უკვე როდესაც ერთიანი საქართველო იშლება შორაპნის საერისთავოც და შორაპნის საერისთავოს ტერიტორიაზე ყალიბდება რამდენიმე სათავადო, მათ შორის ყალიბდება საჩხეიძეო, თქვა სააბაშიძეო, საწერეთლო და საინტერესო რა არის. როდესაც ჰაბლო ჯგუფი გამოვიკვლიეთ თავადაზნაუთა საკრებულოში და ჩემი ჰაბლო ჯგუფი, ჩემი ესე ვთქვათ, ნიმუშები გავაგზავნეთ, ჯერჯერობით სხვა გვარებს არ ქონდათ გამოკვლეული. მაგრამ მე გამოკვლევის შედეგმა გვაჩვენა ძალიან საინტერესო რამ. თურმე ირკვევა როგორც უკვე სხვა ჩემ ამოგვარებმაც და სხვა გვარის წარმომადგენლებმაც ჩაიტარეს კვლევა დაახლოებით მე-10 საუკუნის 50-იან წლებში აბაშიძე და გვარი არის გამოყოფილი ჩვენგან. ვა, საინტერესო. ასევე დაახლოებით 50 წლის შემდეგ მათ ეყოფა მაჩაბელები. და მაჩაბელებს უკვე მალევე ეყოფათ რუსიშვილები. მე შემდეგში მაჩაბელებს ასევე ეყოფათ ფალავანდიშვილები და აი ეს გვარები ვართ პრაქტიკულად ერთი ფუძის ერთი ძირის დაახლოებით მე-8 მე-9 საუკუნეში ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ერთი საერთო წინაპარი ყავდა. ანუ საუბარია ჩხეიძეებზე, აბაშიძეებზე, ასევე მაჩაბელებზე, რუსიშვილებზე და ფალავანდიშვილები თავისთავად ფალავანდ მაჩაბელი იყო ასეთი პირი თუ არსებობ და მისი განაყოფი გახლავთ. შემდეგ ხდება ესეთი საინტერესო რაღაცა 1458 წელს კახაბერიძე და გვარი შეწყდა რაჭაში, რომლებიც იყო თავისთავად ჯერ ბაღვაშები იყვნენ რაჭის ერისთავები, შემდეგ 110 წლის განმავლობაში კახაბერიძეები იყვნენ 110 წელი 1458 წლამდე რაჭის ერისთავები და როდესაც რაჭის ერისთავების დინასტია შეწყდა, იმერეთის სამეფოს ამირახორი იყო ასეთი თანამდებობის მქონე პიროვნება, ის გახლავთ ივანე ჩხეტიძე, რომელიც შემდგომში იმერეთის მეფე თუ არსებია ალექსანდრე მესამეს დოსწრება თუ არსებია ეს ხდება მისი თუ ბაგრატ მესამე იყო ზუსტად ვერ ვიხსენებ ხდება მისი ესე თქვა წარდგენა და გადაყვანა უკვე რაჭის ერისთავის თანამდებობაზე
და უკვე მემკვიდრეობით რაჭის ერისთავები დღესაც ვინც გვარს რაჭის ერისთავი ატარებს და არ შეგვეშალოს სიდამონე ერისთავებში ისინი არიან არაგვის ერისთავების შთამომავლები კახეთში გადასახლებულები რომელიც ერეკლემიანო გადაასახლა და სხვა ჩვენს ამ გვარს ერთმანეთში დავაქვონდათ 1858 წელს თავდაცვის საკრებულოში იხილებოდა რაჭის ერისთავების დავა სიდამონე ერისთავების წინააღმდეგ როდესაც რაჭის ერისთავები უჩიოდენ თქვენ იყენებთ გვარს ერისთავი და ეს ჩვენი გვარია და თქვენ არამართებულად იყენებთ და თავდაცვის საკრებულოს მაშინდელმა გერალდიკურმა კომისიამ დააკმაყოფილა რაჭის ერისთავების მოთხოვნა და სიდამონე ერისთავებს აუგზავნა და სიდამონიძეები ხართ თქვენ და სიდამონე ერისთავის გვარის გამოყენების უფლება არ გაქვთ. თუმცა დღეს ძალიან ბევრი მაინც იყენებს ამ გვარის წარმომადგენელი, ასე რომ არ შეგვიშალოს საუბარია რაჭის ერისთავებზე და არა სიდამონე ერისთავებზე, აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხი არიან. შესაბამისად 1958 წლიდან ჯერ პირველ რიგში სოლომონ პირველის მეფობის პერიოდამდე მოდის რაჭის ერისთავების ეს ოჯახი, შემდეგ სოლომონ მეორე პირველი აუქმებს რაჭის ერისთავს და იქ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა სხვა ჩვენს რაჭის ერისთავს. მოვიცით ესეთი ისტორიული ფაქტი იყო, რომ საკმაოდ ურჩობდნენ რაჭის ერისთავები იმედს მეფეებთან იმართებაში და სწოდავდნენ და როდესაც სოლომონ პირველმა გადაწყვიტა, რომ მოეწვია რაჭის ერისთავი როსტომი თუ ორსტები იმერეთში შეესარიგებლად პირობა დასცა, რომ მის სიცოცხლეს არ შევეხებიო და კათალიკოსი თავისი ძმა გააგზავნა სალაპარაკოდ. შესაბამისად, როდესაც კათალიკოსი ჩავიდა და ბარძიმზე დაიფიცაო სოლომონმა, რომ შენ სიცოცხლეს არ შეეხებაო. ბარძიმზე დაფიცება ქრისტიანი ხალხისთვის ვიცით რას ნიშნავს და ენდო როსტომ ერისთავი პატრიარქს ენდო კათალიკოსი იმერეთისას ენდო ბარძიმზე დიფულმის ჩამოვიდა და მართალია მის სიცოცხლეს არ შეეხებია, მაგრამ თვალები დათხარა. თვალები დათხარა, დიახ. ხო და ეს იმდენად შემაწუნებელი იყო, რომ თვითონ კათალიკოსმა თავი მეფე კი დაწყებლა, თავი დაწყებლა, რომ შენ მე როგორ გავამიყენე. რამოდენიმე ხანი დიდი ხანი გლოვობდა. დიდი ხანი ამას ძალიან გლოვობდა. შემდეგ სოლომონ მეორე აღადგინა რაჭის ერისთავების ოჯახი და დაუბრუნა ისრაელი დიდება. თავადური უკვე საერისთავო კი არა, როგორც თავადი ისე სხვა უკვე რუსები რომ შემოვიდნენ დიდებული თავადებში, სამი დიდებული თავადი იყო იმერეთში, ეს ჭხეიძე აღარ იყო. ჩვენი გვარი უკვე აღარ იყო დიდებული თავადი, წერეთელი აბაშიძე და რაჭის ერისთავები იყვნენ დიდებული თავადები. იმერეთის სამეფოში. რაც შეეხება ჩვენ გვარის, ესე ვთქვათ, ცოტა ცუდად წაუვიდა ერთიან საქართველოს დაშლის შემდეგ საქმე, ნელ-ნელა წავიდა ჩვენი გვარის, ესე ვთქვათ, ჯამოქვეითება. ეს დიდი ერთეული, პოლიტიკური ერთეული სათავადო დარჩა. საკმაოდ დიდი ხონდა, როგორც მე ვიცი და როგორც მე მაგ ნანახი. ეს გახლავთ დღევანდელი ტერიტორია დაახლოებით რა ვიღოთ აზნაურთა რაოდენობაც საკმაოდ დიდი ხონდა, სოფლებიც ძალიან ბევრი სოფელი ხონდა. კი ბატონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო ახლად მოსულ თავადებმა, მაგალითად ნიჟარაძეებმა, წერეთლებმა უშეძლეს ბოლო პერიოდში უფრო დიდი ძალაუფლების, ქონების და გავლენის დაბრუნება, ეხლა ეს ფაქტია. იესულების და კი ბატონო. და ეხლა სათავადო თავის თავში მოიცავდა ესე იგი ეს არის ყვირილა და ძირულას საზღვარი, ხარაგაუზე რო გამოივლის, ჩამოდის შემდეგ უკვე ზესტაფონის გვერდზე, სოფელსვისთან და მეორე მხრივ ეს გახლავთ დღევანდელი ვანის რაიონისა და ბაღდადის რაიონის გამყოფი ტერიტორია, რომელიც სადღაც თავდება ეს რიონთან, ეს არის სოფელი მეკონია კიდე იყო დამავიწყდა ვარციხე. სოფელი ვარციხესთან. კი ბატონო. საკმაოდ დიდი ცელი ტერიტორია. ტერიტორია საკმაოდ ცელი იყო და თავის მხრივ ეს ჩვენი გვარი აკონტროლებდა ერთ-ერთ გადასასვლელს, ეს იყო ზეკარის გადასასვლელი, რომელიც მესხეთ ჯავახეთში გადადიოდა. ანუ პრაქტიკულად ეს სათავადოს ტერიტორიის შენარჩუნება მოხდა. ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნება ვინ ჩანს საქართველოს ისტორიაში ეს გახლავთ დავით აღმაშენებლის გვერდზე ფრესკაზე, რომ სასულიერო პირი დგას, ეს არის ევდემონ მეორე ჩხეტიძე, რომელიც ცოტა მოგვიანებით პერიოდში ეს დავით აღმაშენებლის თანამედროვე არ არის, ბევრს შეიძლება გონია რომ ნობინაძის ქალი ყავდა მე მგონი. დიახ. ეს არის ევდემონ ჩხეტიძე, გახლავთ ის დავით აღმაშენებლის გვერდზე, რომ ფრესკა ხატია იმერეთის ეპისკოპოსი. კიდევ ვინ შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი გვარიდან ისტორიული პიროვნებები. აუცილებლად ჩემი აზრით გასახსენებელია გიორგი სააკაძის სანათესაო, ეს იყო ესეთი პიროვნება ბეჟან ჩხეიძე, რომელიც იყო გიორგი სააკაძის შვილიშვილი. გიორგი სააკაძის ქალიშვილი ერთ-ერთი ცოლად ყავდა სეხნია ჩხეიძე. სეხნიასთან მივალთ ახლა სეხნიასთან და ეს იყო გიორგი სააკაძის ვაჟიშვილი ბეჟანი, რომელიც მამაც გახლავთ გურგასალ ჩხეიძე.
და გორგა სალჩხეიძეს, ანუ ცოლად გიორგი სააკაძის ქალიშვილი, რომელიც ისტორიაში სახელი არ შემოგვინახა და შემდეგ ესეც ცნობილი ფაქტი მოხდა, როდესაც გიორგი სააკაძეს და მის დას თურქეთში გამოუტანეს განაჩენი და 50 თავი უნდა მოკვეთილიყო. ჩავიდა გორგა სალჩხეიძე, ჩაიტანა 1000 ოქრო, გადაიხადა. შვილი გამოუშვებინა ბეჟან ჩხეიძე, ხოლო თვითონ შევიდა მის მაგივრად და მას მოკვეთეს თავი. ამის შემდეგ ბეჟან ჩხეიძე ცოტა ხანი ჩამოდის იმერეთში ცხოვრობს და მას შემდეგ ტახტზე ადის უკვე მუხრან ბატონი ბიშტო ქართლში და ბახუტა მუხრან ბატონის სახით, ანუ შემდგომში ვახტანგ მეხუთის სახით, მას მოიწვევს უკვე როგორც გიორგი სააკაძის შვილიშვილს, რომ ახსოვდა გიორგი ამის შემდეგ ჩებიან ქართლში ეს ამის შემდეგ ხდება ქართლში შეეძების კაპურიშტო არა ქართლური შტო ეს არის სოფელი ტრიაში იყო მათი რეზიდენცია აი როგორ მოხდა ეს მეფემ გამოუყო პირდაპირ მას მამული ბეჟან ჩხეიძეს და იტრიაში დაასახლა სადაც მე ბეჟან ჩხეიძემი განაახლა იტრიაში იქ არის ძველი ჯერკი თამარ მეფის აგებული სამნავიანი ტაძარი თუ ვინმე ნახავთ არიდანეთ თავისი არქიტექტურით ძალიან წააგავს თბილისის ანჩის ხატს და ეს ტაძარი თავის სახსრებით აღადგინა და შემდეგ მოხდა მათ შორის როგორც ვიცი უკვე გორენ ჩხეიძეებისგან რომ ყელქცეულის მამულში გაუცვალეს აბაშიძეებს ქართელ აბაშიძეებს იტრიის მამული და შემდეგ ყელქცეულში დაფუძნდნენ და იქიდან მოდის უკვე ქართლის ჩხეიძეების და ჩვენი ცნობილი მწერალი ოთარ ჩხეიძე რო იყო მისი ვაჟი ბატონი როსტომ ჩხეიძე ცნობილი ლიტერატურის კრიტიკოსი ქალბატონი ვთქვათ ნატო ჩხეიძე მისი ქალიშვილი ცნობილი პოლიტიკოსი პარლამენტარი რამდენიმე გზის საქართველოში სწორედ აი ამ შტოს ეკუთვნიან თქვენ ახსენეთ სეხნია ჩხეიძე სეხნია ჩხეიძე ყავდა ორი ისტორიაში ერთ-ერთი უშუალოდ ამ გორილ ჩხეიძეების წინაპარი რომელიც იყო თუ არსები ვახტანგ მეექვსის ისტორიოგრაფი და პრაქტიკულად ვახტანგ მეექვსის ძალიან ბევრი ჩანაწერები ძალიან ბევრი ჩვენ ხშირად ისტორიის ვიცვარ დაინტერესებული ხშირად ვსაგებობ კი ბატონო ეს იყო ერთი სეხნია ჩხეიძე და იყო მეორე სეხნია ჩხეიძე ეს იყო იმერეთის სამეფოს მოდის ვთქვათ მანდატურ უხუცესი რომელიც საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო. მისი დახმარებით იმერეთში მოხდა თურქების განდევნა ქუთაისიდან და სამე მეფის აღდგენა და შემდეგ როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში ვინც მოგიყვანა ტახტზე პირველი ის უნდა მოიცილო თავიდან. მეფის მხრიდან ადილი ქონდა სეხნია ჩხეიძის ეს ვთქვათ ჩაურჩევასაც მან არ მოეწონა, მან ჩამოაგდო შემდეგ მეფე ისევე ტახტიდან, შემდეგ ისევე შერიგდნენ, შემდეგ 2 წელიწადში ყრავა იყვანა ტახტზე, მერე ისევ ჩამოგდებას ჰქონდა ადგილი და ბოლოს მესამედ ჩხარის ბრძოლასთან უკვე პატარა სამოქალაქო ომივით მოხდა შიგნით იმერეთში სეხნია ჩხეიძის მომხრეებსა და იმერეთის მეფის მომხრეებს შორის, სადაც ჩხარის ბრძოლასთან ეს იყო დაახლოებით 1667-68 წელი უნდა იყოს ასე, სადაც დავმარცხდით და იმის მერე უკვე ვეღარ იყო ჩვენი საქმე იმერეთში და კარგად მის მერე წამყვანი თანამდებობები კაიხანია ჩხეიძეს აღარ ქონიათ. კი ბატონო, მაგრამ ის რაც როლი და ის დამსახურება რაც ჩხეიძეს გააჩნიათ საერთოდ საქართველოს წინაშე ეს არის დაუფასებელი. მე ძალიან ხშირად ვამბობ ამას და რა ვიცი მინდა მივასწინო დაუშვათ ვინმე სამთავრობა გაინტერესდეს ან ეხლანდელი ან აწირომოა ის თავრობა მაინც დაინტერესდეს აი როგორც დაუშვათ აი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია დაუშვათ აი სვეტი ცხოველები დაუშვათ და ჯვარი აი ასეთი რაღაცა უნდა მიანიჭო გვარს ჩემი აზრით იმიტომ რომ გვარი არის აი ფენომენია რა მოკლედ გვარი ხო ადამიანებისგან შედგება კაცო ხო პიროვნებებისგან შედგება ეს პიროვნებები ისტორიას ქმნიდნენ და ჩვენ დღეს ვართ რაცაც უყურებთ ახლა მატერიალურად რასაც უყურებთ ეს ყველაფერი იმ ხალხის დანატოვარია და იმ ხალხის დატოვებულია აუცილებლად თქვენის ნებართვით შევეხები მე-20 საუკუნეში უშუალოდ შეეძების აქტივობას პოლიტიკურ აქტივობას შევეხები 1918 წლის რესპუბლიკა რო გამოცხადდა პირველი პარლამენტის თავმჯდომარე იყო ვიცით პავლე იგივე სახელი იყო სხვა კარლ მარქსის სიყვარული კარლო ჩხეიძემ უნდა ვაღიარო დიდი პოლიტიკური და იდეოლოგიურად ის სოციალ-დემოკრატი იყო და მე არ ვითანხმები სოციალ-დემოკრატიის იდეებს მაგრამ ნუ ჩვენი გვარიდან იყო წარმოადგენელი და პირველი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და დამოუკიდებლობის აქტზე აწეს ხელს რაც სასიამოვნო ერთის მხრივ და მეორე დამოუკიდებლობის აქტი როცა გამოცხადდა ბატონის გამსახურდიის მიერ უკვე 1999 წლის 91 წლის 9 აპრილს აქ უკვე 4 ჩემი თანამოგვარე აწეს ხელს აქედან ერთი გახლავთ ბატონი იგორ ჩხეიძე, ერთი გახლავთ ბატონი
ასე თქო, მამუკა ჩხეიძე, აი გორენ ჩხეიძეების ბატონი ოთარის ჩხეიძის ძმისშვილი, ასევე ბატონი მამუკა ჩხეიძე, რომელიც ძალიან კარგი კაცი იყო, პირადად ცნობდი მას და სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და ბატონი ალექსანდრე ჩხეიძე, ანუ ეს ოთხნი აწერენ დამოუკიდებლობის აქტს აღდგენას. ანუ პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაში დღემდე ესე თქვა ტრადიციად მოყვება, რომ იქ სადაც რაღაც აქტიური ხდება და საქართველოს ბედი წყდება, იქ ძალიან აქტიურად არიან ჩვენი გვარის წარმომადგენლები ჩართული. ასე მე მინდა აუცილებლად გავიხსენო სამხედრო პირები, პირველ რიგში ალექსანდრე ჩხეიძე, კადეტთა კორპუსის იუნკერები, რომ გვიამაყება ჩვენ ყველას იუნკერთა სასწავლებლის ხელმძღვანელი, ვინც უშუალოდ მე იუნკერებს გაუყვა ბრძოლაში და ვინც წინამძღვრობდა მაგ ბრძოლაში და ბრძოლის შემდეგ ემიგრაციაში ბოლომდე უპატრონა მათ საბერძნეთში, პოლონეთში, სამხედრო აკადემიაში დაამთავრებინა იქ სამხედრო სასწავლებლები, ხელი შეუწყო სამხედრო კარიერის გაკეთებაში. რომელიც შემდეგ უკვე პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ, როდესაც ვიცით რომ გიტრებმა დაიპყრო პოლონეთის დიდი ნაწილი, 15 დღეში საბჭოთა კავშირმა დაარტყა პოლონეთს და დანარჩენი ტერიტორიები საბჭოთა კავშირმა დაიპყრო და ეს პიროვნება ცხოვრობდა ლვოვში, გადაიყვანეს მოსკოვში და იქ დახვრიტეს. და სამწუხარო ამბავი არის. და რაც შეეხება ასევე ჩვენი ქართული სასაზღვრო ჯარების ფუძემდებელი ბატონი ვალერი ჩხეიძე მინდა გავიხსენო, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სახელმწიფოს დაცვაში, ქართული სახელმწიფოს საზღვრის დაცვაში და სახელმწიფო დაცვის სამსახურის შექმნაში და ერთ-ერთი როგორც მე ვიცი, გამორჩეული პიროვნება იყო თავისი ბუნებით, როგორც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მაგალითი მოიყვან მისი ცხოვრებიდან თქვენის ნებართვით, როდესაც სოხუმი უკვე იკარგებოდა და გიეყარყარაშვილის გვერდზე იდგა ბოლომდე და იქ დადგა საკითხი რომ უკვე გასულიყვნენ და რაღაც რამდენიმე მოადგილე მეგონი აღარ იყო და ეს იყო მარტო დარჩენილი და შეერაღატო დარჩენილი უბრალოდ და მე ერთი მინისტრი მყავს და ის უნდა დავუწყო ბოლომდე. ანუ ეს ბოლომდე სოხუმში ესე ვთქვათ ესე იბრძოდა. ნუ ეს ერთ-ერთი ჩვენი ქართველების კი არა საერთოდ ახლა სხვანაირად ჩამითვალონ, მაგრამ ასეა არისტოკრატიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ესეთი რაღაცა სადაც იდგნენ. აი მუდირის ღირსება უნდა დაეცვათ ეს იყო უპირველესი იყო აი კიდაც რუსეთის დროს ახლა რუსებმა ფაქტობრივად ქართველებს დაუიყრეს ხო და ძალიან ბევრი ჩვენი არისტოკრატიის წარმომადგენელი რაღაც ჰქონდა წასულიყო ჩაგდნენ იქა და სადაც იყვნენ იქ თავიდან ბორომდე გამოიჩინეს თავი სხვადასხვა ამასინებს ვილაპარაკე ბატონ გოგიტიძეს რომელიც ახლა სამხედრო ისტორიის საზოგადოების ხელმძღვანელი ბატონ მამუკა გოგიტიძე ძალიან საინტერესო პიროვნება ძალიან საინტერესო არაერთი ძალიან უკლეკლევა აქვს და 1700 წლიდან 1917 წლამდე ვკითხე რამდენი გენერალი მისცა საქართველოს რუსეთის იმპერიის 470 გენერალზე კი ბატონო 470 გენერალი 14 ინფანტერიის გენერალი ყავდა ეს უმაღლესი გენერალი მე ვლაპარაკო პოლკოვნიკებზე მაიორებზე და ვიცე-პოლკოვნიკებზე არ არის და კაპიტანებზე ლაპარაკია გენერალიტეტზე ესე იგი 217 წელიწადში 420 გენერალი აბა აი სამხელა ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი აი შენ ჩვენ გვეუბნებიან რომ რუსეთმა ჩვენ გადაგვარჩინა და რუსეთმა ის გზაზე ჩვენც არა ვარ თვალში. რა თქმა უნდა, მაგრამ იქით გადავაჩინეთ მე მგონი, პეტრე ბაგრატიონი რა ყოფილიყო რუსეთი ან იქნებოდა დღეს ან არ იქნებოდა. და ესეა იწყება, როგორ თავდება აღარ მახსოვს ბოლო გენერალი ვინ იყო, მაგრამ პირველი გენერალი იყო არჩილ მეორის ვაჟი ალექსანდრე იმერტის, რომელიც იყო რუსეთის артиლერიის ფუძემდებელი. და პეცეხმეისტერი და პირველი артиლერიის გენერალი და შესაბამისად артиლერიის ფუძემდებელი. აი ეს იყო და ნუ ხელოვნებაში და კულტურაში რაც შეეხება ახლა ძალიან ბევრი შორს წავალთ ახლა ბატონი თარჩხეიძე ვახსენეთ წერილობაში ბატონი რეზო ჩხეიძეს გარეშე ახლა ქართული კინემატოგრაფია ახლა და ბატონი თემურ ჩხეიძე ასევე დიდი რეჟისორი და ასევე უამრავი მსახიობი მუსიკოსი მეცნიერი ვისაც ჩვენ მაგვარმა ჩვენ ქვეყანას რომელიც სხვადასხვა სფეროში ეს იქნებოდა ტექნიკური მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები ხელოვნება იქნებოდა კინო იქნებოდა მუსიკა თუ ლიტერატურა მის და იგივე გიორგი ქუჩიშვილი მინდა გავიხსენო კახეთის ხეიძეიდან თბილისის კოლორიტი რომელიც ასევე ჩვენი გვარის წარმომადგენელი გახდა და რა ვიცი ეს ის მცირე ჩამონათვალია და ბოდიშვიხტი თუ ვინმე გამორჩა ახლა უცბად ესე ეულად ჩვენი გვარის წარმომადგენელი თუ კი ვინმე ვერ გავიხსენე ბატონო მეც რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება თქვენ გვართან იმიტომ რომ რაღაც გადაკვეთა მაქვს იმიტომ რომ ის ჩემი გამზრდელი ბებია ჩემის და ბაბი ბებია ცხონებული ბაბი ქავთარაძე
გათხოვილი იყო ჩხეიძეზე იყო გათხოვილი და მთელი ჩემი ბავშვობა იქმა გატარებული. ანუ მაგათ ოჯახში ვარ გაზრდი. ჩხეიძების ოჯახში, ჩემი მამიდები. ახლა ეს დამთვალ დიდი ხუდა მე ჩემს შეძეზე გავთარացები არიან. და ხოჭო სამეგრელოს გავთარացები. ხო, ბები ყავდა ესე იგი ძველი სენაკელი გავთარացები კი ბატონო. და ესე გათხოვილი იყო ჩხეიძეზე და ანუ ჩხეიძების ოჯახში გავიზარდი. ასე ვთქვათ, ასე რომ ჩემი დამოკიდებულება ჩხეიძების მათ არის ძალიან ესეთია რა, სხვანაირია და ძალიან მიყვარს ეს გვარი მიყვარს, ძალიან განსაკუთრებით მიყვარს. უკვე 100-ზე მეტი გავიდა რაც ესე ვთქვათ არისტოკრატიული ტიტულები გაუქმდა და რაღაც, მაგრამ რაღაცნაირად აი ძალიან ხშირია რომ ასე შევყვებით ხოლმე, ეს ვთქვათ სხვა არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები ერთმანეთს და აღმოაჩენთ ხოლმე თუ უშუალო ნათესაობას არა, ჩვენი გვარების რაღაცა გადაკვეთას 3-4 თაობის უკანა 3-4 თაობა არ არის იმდენი რომ ჩვენი ისტორიულ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგია. მე გონია რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა შედგა ძალიან კარგი გადაცემა იყო, ძალიან სასწავლებელი გადაცემა იყო, ძალიან ბევრი ახალგაზრდები მე დავინტერესდი ამას წინათ, მაინტერესდა ჩემი გადაცემების ესე იგი რა ასაკის ხალხი უყურებს რა და ძალიან საინტერესო არ მეგონა მართლა ვიყავი ცოტა ისე ვიყავი შეშფოთებული მეგონა რომ ახალგაზრდები არ უყურებენ 23 წლიდან 53 წლამდე ასაკის ადამიანი 38% უყურებს ამ ჩემს გადაცემას. ეს ძალიან კარგი პროცენტია. ეს ძალიან კარგი პროცენტია, იმიტომ რომ მე იმის იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი ვიც ჩვენ ვიყურებს, ხო, ის ისინი შექმნიან უკვე ტრენდს დანარჩენ დავიწყებული არ იქნება ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ესე იგი და დიდი მადლობა თქვენო, მე ძალიან დიდი ყურადღებით ვადონებ თქვენს გადაცემებს თვალყურს. დიდი მადლობა. და ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ამიტომაც არის პოპულარული. ხარდაჭერასაც ვგრძნობ ჩვენ მხრიდან ბატონო ლევან, გინდაც კომენტარებში და გინდაც ნებისმიერ რაღაც მაშინ გამოვლენებაში რო თქვენ ესე იგი ჩვენს მიმართ ხართ ძალიან კეთილ განწყობილი და ჩვენც ასევე მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი ბრძანებისათვის თქვენი რაღაც გადადებით თქვენი საქმეები და მოხდით აქ და რაღაც მეგონი კაი გადაცემა გამოგვივიდა მე მგონი მე დაწონებული ვარ ამაში იმიტომ რომ საინტერესო ძალიან საინტერესო მთხრობელი ხარ მეორჯერ ვამბობ ამას რა და ისე კარგად ყვებით ამ ყველაფერს რომ საინტერესოა ამიტომ ეს იყო მე ვთვლი რომ ძალიან კაი გადაცემა მოკლედ მე ჩვენი გადაცემა შედგა ჩვენი გადაცემა არის სამეფო კლუბის გადაცემა საქართველოს სამეფო კლუბი გახლავართ მე ერთ-ერთი მის წარმომადგენელი გახლავართ ეს გადაცემებიც არის YouTube გადაცემა რომელიც აი ამ ეგიდით სამეფო კლუბის ეგიდით გადის საქართველოს ისტორიულ გვარებში როგორც დასაწყისში მოგახსენეთ 97-ე გადაცემაა ეს ბატონო ლევან და ჩვენ ავჩერდით. მინდა რომ ხალხი შემთხვევაში წინ კიდევ უამრავი საქმე გერით. ბატონო ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და თქვენ მომზადებისათვის. ხაიხარ დრომასი მადლობა. კარგად ზარდებოდით, მომავალ შეხვედრამდე იმედია კიდე შევხვდებით ერთმანეთს. იმედია კი არა მე დამსახურებული ვარ. ესე იგი სალაპარაკო კიდე ბევრი გვაქვს. ძალიან ბევრი გვაქვს და ვიტოვებ იმას ვიტოვებ რომ მომავალში ახლო მომავალში კიდე შევხვდებით ერთმანეთს. ნებისმიერ გაიხარდებათ. თქვენ სამსახურში მიგულეს. ძალიან დიდი მადლობა და მადლობ თქვენს. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსა